გამიზარა დაყენებული 6 და ახლა არის 9 ხდება და ჩამეძინა კიდევ იმის გამო რომ ძლევს კარგი ამინდებია ძალიან მინდოდა დიდი 6-ზე ავდგარიყავი და გამეცერინა გარეთ რადგან როდესაც არავინ არ არის ხოლმე ქუჩაში ამ დროს სერინება მიყვარს ძალიან და ხალხს რო ხედავ მოკად ქუჩაში და ისე მივდივარ ზოგჯერ გული მეჩქარდება და social anxiety მეწყება მართლა ხადა ვიფიქრე რა ვთქვი გავისერინებ მაგრამ რა გინდა no სამი მაღვიძარა მეყენა მაგრამ მაინც ჩამეძინა ახლა უნდა ატკედაში ხაპი მე რადგან ჩემი თმა ალბანაჯია უკვე კოშმარი შეღებილეთ მის მოვლა არის აბსოლუტურად სხვა რაღაც და სხვანაირად ის ჭირდება დაყენება და საერთოდ ყველაფერი თუ მაგალითად ჩვეულებრივ ბუნებრივ თმით შეგიძლია რომ გარეთ გახვიდე თან თუ ამაზეც დგება და კულა ხუჭუჭა არ არის რომელსაც თან დიდი დრო სჭირდება და საყენებლად ჩემი სწორით მასე თუ ისე ანუ ეს უნდა დაიყენო რადგან დილით ასეთია მაგრამ დღეს ცოტა სხვანაირად დგას კიდე ნორმალურად სხვა შორის მეუბნებიან ხოლმე რომ ანუ შენი ბუნებრივის მე ძალიან ლამაზია რატო იღებავდო რაღაც მაგრამ ანუ ამ მომენტში მინდა ექსპერიმენტები ამ საკში როდესაც ვარ რაღაც ახალი ვცადო და შემდეგ რაღაც მინდა და თან მგონი რომ ძალიან მომწონს მაგრამ ახლა ვფიქრობ თმის ზომაზე ახლა ასე თუ ისე გაიზარდა და გრძელია და ამ სიგრძე არ მაქვს ხოლმე ძირითადად აი ასე მაქვს და ვიჭრი ყოველთვის და არ ვიცი ცოტა გავიზარდა თუ შავი მოკლო დღეს უნდა წავიდე ფრჩხილების გასაკეთებლად რადგან რას გავს უყურეთ იმდენი ხანი არ გამიკეთებია მაგრამ ძალიან მეზიზღება რა არ მიყვარს სალონებში სიარული განსაკუთრებით ფრჩხილებს რადგან სჭირდება ძალიან დიდი დრო და ვერ ვძლებ ანუ ამდენი ხანი რომ ვზივარ და რო არ მთავრდება ეს ფრჩხილების გაკეთების პროცესი აი ცუდად ხვდები მართლა ვფიქრე რომ მეთქი საერთოდ ხო შევისვენო ცოტა ხნით ამ ფრჩხილებისგან მაგრამ ახლა უნდა გავიკეთო და საფხულში უკვე არ ვიცი იმიტომ რომ მართლა ძალიან მეძარება 2 საათი ჭდობა მაგიდასთან დილით მინდა და ასევე რომ დამეწერა ჟურნალი როგორ არის journaling რამდენჯერაც დავიწყე ბოლომდე ვერასდროს ვერ მივიყვანე და რაღაცნაირად ვერ ვაკეთებ ამას და ვერ ვწერ ყოველ ჯერზე როდესაც ვიწყებ საკეთეთ overthinker ადამიანი ვარ მოკლედ ყოველ წამს ყოველ რაღაცაზე ვფიქრობ ძალიან ბევრს და ეს ფიქრები ამ ფიქრებს ისეთ სიკიშეში გადავყავა რომ აი სადღაც გავდივარ ასტრალში იმდენი ემოციები მაქვს ხოლმე რაღაცნაირად ჟურნალს ნუ ბლოკნოტს რამეს რო ავიღებ რომ ჩემი ემოციების შესახებ დავწერო ვეღარ ვწერ ყველაფერი ერთად მაწყდება და სიტყვებს აღარ პოულობ შემდეგ რომ დავწერო ან საერთოდ იმ მომენტში კალამს რო ავიღებ ქრება ყველაფერი და აღარ ვიცი რა დავწერო და ზოგჯერ ვერანაირი გზით რომ ვერ ვცდილობ საკუთარი ემოციების გამოხატვას ეს ყველაფერი რაღაცნაირად შიგნით რჩება ძალიან ბევრს ვფიქრობ და უბრალოდ არ იცის შენმა სულმა როგორ გამოხატოს რაღაცები ეს არ ნიშნავს რომ რაღაც კრეატიულობა გაკლია ან რაიმე მსგავსი უბრალოდ ცუდი ემოციებით ხარ დატვირთული ამიტომ ChatGPT-მ დამწერა 2 დღეს წინ 7 დღიანი healing something for your soul სოლისთვის და უნდა ვცადო ეს ყველაფერი და ძალიან მაინტერესებს
რა გამოვა, მოკლედ პატარ-პატარა ნაბიჯობით ვცდილობ, რომ შენი სული განკურნო და რაღაცნაირად ახალი შესაძლებლობები იპოვო, ახალი რაღაც აღმოაჩინო საკუთარ თავში. და ყოველდღე რაღაც ახალს აკეთებ, თუნდაც დღეს დაიწყო ჟურნალის წერა და არ არის საჭირო, რომ ეს იყოს მთელი გვერდი ან რაღაც ორი წინადებაც კი საკმარისია, რომ რაღაცნაირად ეს ყველაფერი დაიწყო და პირველი ნაბიჯები გადადგა. შემდეგი დღე რაღაც დახატო, რასაც გრძნობ და არ არის საჭირო, რომ ეს იყოს რაღაც იდეალური და რაღაც უბრალოდ აიღე საღებავები და რაც შენ სულს უნდა რომ თქვას, ის დახატა, რა ვიცი, ეს შეიძლება იყოს ერთი ხაზი ან ნებისმიერი რაღაც. ასევე ერთი დღე დაეთმობა გადაღებას და რაღაც არაორდინალური გადაიღო საინტერესო, რომელიც ჩვენთვის იქნება კრეატიული და ლამაზი და განსხვავებული. და მოკლედ ეს 7 დღიანი ჩელენჯი აუცილებლად უნდა გავაკეთო. რადგან ვფიქრობ ძალიან საინტერესოა და არა მარტო ჩემთვის, არამედ ყველა ადამიანისთვის ძალიან საინტერესო იქნება, რადგან დღეს ვცხოვრობთ ისეთ დროში, რომ თითქმის ყველა ძალიან გადაღლილია ემოციებით დატვირთულია და ყოველდღიურად ძალიან რთული არის, რომ ამ ემოციებს გავამკლავდე. ამიტომ მსგავსი ექსპერიმენტი ძალიან საინტერესო იქნება ყველასთვის. ივნისში თან დავაღწევ ცოტა საქართველოს თავს და ჩემს ყველა ადამიანებთან გავატარებ დროს, რაც ძალიან მახარებს და რაღაცებს მოვიწყებს ცოტა. და მეხმარება ეს პერიოდი მარტივად გადავლახო ეს დღეები დარჩენილი. რაღაც ის მოლოდინის რეჟიმში რო ხარ, აი ეგ დღეები, ბოლო დღეები განსაკუთრებით იწერება ხოლმე. ახლა დრო რომ ავდგე. რაც უფრო დიდხანს ატარებ ადამიანი ლოგინში დროს დილით, უფრო მეტად გეზარება ადგომა და ჩემი ყველაზე საშინელი ჩვევა, რაც აი კოშმარი ადამიანის ხება არის დილით შემიძლია, არ ვიცი, საათობით ვსკროლო TikTok-ი, როდესაც გავეღვიდებ და მეზიზღება საერთოდ მინდა რომ ეს პლატფორმა ამოვშალო ჩემი ტელეფონიდან, იმიტომ რომ ძალიან დიდ დროს ვკარგავ უაზროდ სკროლვაში. და თან როდესაც იღვიძებ, შესაძლოა რაღაც ძალიან ნეგატიური ნახო. და დილა დაიწყო ძალიან ცუდად. რაღაც ძალიან ცუდი ინფორმაციით. ზოგადად საქართველოში არაფერი არ ხდება, კარგი ბოლო დროს და სულ ნეგატივია, რაც კიდევ უფრო მოქმედებს ადამიანების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, მაგრამ მაინც ეს სკროლვა ძალიან ცუდი არის. ისეთ ეტაპზე ვარ, უბრალოდ მინდა სამყაროს მოვწყდე და გადავიკარგო და სადღაც ძალიან შორს დავისვენო. Okay, I'm talking a lot and let's get up. I need face mask as well because my skin is so dry now. ხაერთო ჩემო, ახლა ხანის მემორიაშია მომეგდო 6 წლის წინანდელი ჩემი ზაზუნას ფოტო თუ ვიდეო. რომელიც ძალიან მიყვარდა და ყოველდღე ვაბანავებდი. და შემდეგ გავიგე, რომ ზაზუნის თურმე ბანაობა არ უყვარს და არ უნდა აბანავა, ძალიან ცუდი არის ეგ მაგისთვის, მაგრამ მე ყოველდღე ვაბანავებდი თან შამპუნით და ბალზამით. ადამიანის შამპუნით და ბალზამით. და მგონი მაგის გამო იყო ცოტა დაპანიკებული ზაზუნა და შემდეგ გაგვიქცა. აივიერ, ძალიან საყვარელი იყო. მომენატრა. ძალიან მიყვარდა და ბოლოს მომწყინდა და თითქოს გულით არ დამწყდა რომ გაიქცა. იმიტომ რომ მეზარებოდა მოვა. Let's get up. ახლა დავდებ სახის ნეყავს.
ამას green tea ეს გუშინ გამოვიწერე ვედის თორიდან და არც ვიცი რა ბრენდია ან რა არის, ამიტომ პირდაპირ დავიღებ. მოკლედ აბსოლუტურად ვერ ვიტყვი გამოვალ ხოლმე ბოლო დროს, ანუ ყოველთვის თითქმის ვივლებ ცივ წყალს ბოლოს. და აი ეს არის აბსოლუტურად სხვა შეგრძნება. თავიდან ცოტა მიჩვევა უნდა და ძალიან რთულია რომ ცხელიდან პირდაპირ და გაყინულ წყალზე გადახვიდე, მაგრამ ისეთი საოცარი შეგრძნება რომ ვერ აგեղწერთ და ვისაც არ გიცდიათ აუცილებლად ბოლოს გადავიდეთ ხოლმე ცივი წყალი, რადგან რეალურად ჩვენი გამძლეობა რომ გამოსადავისთვის ძალიან კარგია და პარალელურად სისხლის ძარღვებისთვის და გულისთვისაც ძალიან კარგი არის. და თან მართლა მე ძალიან საოცარი შეგრძნება გაქვთ რაღაცნაირი გამოცოცხლებული ხართ უფრო მეტად და გაჯანსაღებული, ასე რომ ძალიან კაია თუ ყოველთვის დაბანის შემდეგ ცივ შხაპს გადაივლებთ თანზე. საოცარი შეგრძნება. It smells good. Okay, I need coffee because I can talk. That's all. ჩემი კანი ძალიან კარგად გამოიყურებოდა. მათ ცოტა დავერბილა, რადგან დღეს რაღაცნაირად ცოტა უხეშივით არის, ამიტომ ძალიან ბევრი ზეთი დავისხე მგონი თავს. წაღანი აღაბი რომ მეკეთა, გავედი აივანზე და ჩემი მეზობელიც გარეთ იხედებოდა და სუსტად როგორი სახე შემომხედა, იცით. ანუ ასეთი სახე ჰქონდა უცებ რაღაცნაირად შეშინებული და მე ამ დროს მართლა ეგეთი სახე მაქვს რაღაც ნიღბით საოცარი და რამდენიმე დღის წინ დავასრულე ეს წიგნი. ნინო ხარატიშვილის მერვე სიცოცხლე და აი ამ ხელა წიგნი ხო არის მართლა ძალიან დიდი ამ ხელა არ წამიკითხავს არც ერთი წიგნი ან არ ვიცი რომელია საერთოდ ამ ხელა. არის 1200 გვერდი თუ არ ვცდები და ის წიგნია რომელიც არ მინდოდა რომ დასრულებულიყო და მინდოდა რომ რაღაცნაირად ამ ადამიანების ისტორია გაგრძელებულიყო სამუდამოდ. ვისაც წაკითხული გაქვთ, აი მივხვდებით ზუსტად რასაც გულისხმობ. ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი წიგნი გახდა და ამის შემდეგ სულ ვფიქრობ მთავარ პერსონაჟებზე და მათი ისტორიებზე და რაღაცნაირად ვერ გამოვდივარ მათი ამბებიდან. საოცარი ისტორიებია ოჯახის ადამიანების და ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ ამ ადამიანების ისტორია ვითარდება საქართველოს ისტორიის კვალდაკვალ. და ეს წიგნი არის მაგალითი იმის, თუ რეალურად პოლიტიკური სიტუაცია, რეჟიმი როგორ მოქმედებს ადამიანების ცხოვრებაზე. და თითქოს ისეთი განცდა დამეუფლა, რომ ყველაფერი რაც
რაც საბჭოთა კავშირი შეიქმნა და მოხდა საქართველოს საბჭოთა კავშირში შეყვანა და გავხდით რუსეთის ტყვეები, თითქოს ამ წიგნს როდესაც ვკითხულობდი სულ თავიდან მეგონა რომ აი რაღაცნაირად იგივე მეორდება ახლა ზუსტად საქართველოში. ეს წიგნი არის ტრაგედიებით სავსე, რომელიც რეჟიმს მოაქვს და ადამიანების ცხოვრებას ტრაგიკულს ხდის. თითქოს საქართველოს ისტორია წრეზე ტრიალებს და ამ წიგნმაც აი ასე შემოაბრუნა და დამონახა რომ დღეს ზუსტად იგივე ხდება და ადამიანებს, რომლებსაც გონიათ რომ პოლიტიკა არ ეხებათ, ძალიან ძდებიან, იმიტომ რომ პოლიტიკა გვეხება თითოეულ ჩვენგანს. პოლიტიკა აისახება პირდაპირ ჩვენს ცხოვრებაზე, ასე რომ, როდესაც ვამბობთ, რომ ვართ აპოლიტიკური, შეუძლებელია ვცხოვრობდე რომელიმე სახელმწიფოში და იყო აპოლიტიკური. ანუ პოლიტიკა პირდაპირ აისახება ჩვენს ცხოვრებაზე. განაირად. იქნები კარგად, თუ იქნები ცუდად, ისევე როგორც აი ამ წიგნში საბჭოური რეჟიმი აისახა ადამიანებზე და ადამიანების ცხოვრებაზე და განაპირობა მათი მომავალი. მსგავსი საშინელი რეჟიმის არსებობა არის ძალიან საშიში და ძალიან საშინელი. მსგავსი რეჟიმები მიწვდება აბსოლუტურად ყველა ადამიანს. ამ რეჟიმის მომხრეებსაც და მოწინააღმდეგეებსაც და როდესაც არ ვფიქრობ ისტორიის სწორ მხარეს, შენც მოგწდება ყველას და ძალიან საშინლად აგებ, ასე ვთქვათ, პასუხს ასე მგონია. ვისაც არ გაქვთ წაკითხული, ეს წიგნი აუცილებლად წაიკითხეთ. და ხომ ხელა წიგნია, მართლა ერთი ამას ვთქვით, იკითხება და აი საოცარი ისტორიებია, საოცარი პერსონაჟებია, საოცარი ადამიანები. ამ წიგნს როდესაც ვკითხულობდი, მეგონა რომ აი ზუსტად მეც იქ ცენტრში ვიდექი და ამ ადამიანებს ვუყურებდი, როგორ ცხოვრობდნენ, რას განიცდიდნენ, როგორი სიტუაცია იყო საქართველოში, როგორ ვითარდებოდა ეს ისტორია, როგორ მკაცრად სჯიდა რეჟიმი აბსოლუტურად ყველა ადამიანს მილიონჯერ ვიტირე და ის საოცარი ემოციებით სავსე წიგნი არის. ახლა დავიწყე ეს თემურ ბაბლუანის მზე მთვარე და პურის ყანა, ესეც ამ წიგნშიც საბჭოეთის დროს ხდება მოქმედება და მგონია რომ ძალიან საინტერესო იქნება, ჯერ ძალიან ცოტა მაქვს საკითხი. ბევრი აქებ და ამიტომ ხო ამასაც მივამატებ. მაგრამ აი ამ წიგნმა ხარატიშვილის მერვე სიცოცხლემ რა ემოციებიც დამიტოვა, ვინც ემოციური ადამიანები ხართ, დამიჯერეთ, რომ აი ძალიან ბევრჯერ იტირებთ ამ ისტორიების წაკითხვისას. და ვისაც წაკითხული არ გაქვთ, დააპირებთ ძალიან მშურს თქვენ, რადგან წინ გელოდებათ საოცარი თავგადასავლები და საოცარი ისტორიები, რომელიც თქვენი გონებიდან არასდროს არ ამოვა და კიდევ უფრო დაინახავთ, როგორი სასტიკია რუსეთი, როგორი სასტიკი და დაუნდებელი იყო საბჭოთა კავშირი, მათი რეჟიმი და როგორი ადამიანები ცხოვრობდნენ ბოროტი, საშინელი, დაუნდობელი და გერჩევთ რომ აუცილებლად წაიკითხოთ, რადგან თვალს თავიდან გადაავლებთ ისტორიას და ძალიან ბევრ რამეს დაგანახებთ ეს წიგნი. ხილება გავიკეთე როგორც იქნა. რა საშინელი მაკიაჟი მაქვს მერტო ჩემო. გავიკეთე, მაგრამ გონი არ მომწონს. ჩანაფიქრი იყო რომ ჰეილი ბიბერის მსგავსი ყვითელი რომ ჰქონდა რაღაცნაირი მოყვითალო ძალიან ლამაზი ჭყვიალებით ასეთი ყოფილიყო. მაგრამ like this is not but it is what it is. იყოს ცოტა ხანი და შემდეგ მოვიშორებ და წითელს გავიკეთებ ისევ.